გამარჯობა თბილისის დროით 21 საათია და მე ჟურნალისტი ვანო პავლეაშვილი პოლიტიკური პარტიის ჩვენ სოციალურ პლატფორმებზე წარმოგიდგენთ ყოველდღიურ გადაცემას ჩვენი დრო. დაახლოებით 2 საათის წინ ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე დაწერა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა თავისი პოზიცია ამერიკის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას განახორციელებს, ის ისეთი პასუხს უნდა ელოდოს, როგორსაც არასოდეს წარმოიდგენდა. ეს განცხადება კოცებს წამოეწიათ მაშინ, როდესაც იმედი ქონათ, რომ აი 20 იანვარს ტრამპი გახდება ოფიციალურად პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატების და ყველაფერი galagdebao. მაგრამ საპროტესტო აქციების 29 დღეს ამერიკული ცივი შხაპი გადაეხსა ოცნებას. რა მოხდება თუნდაც 29 დეკემბერს, ანუ ორ დღეში და როგორ განვითარდება მოვლენები. ამას თანდათან გავიგებთ, მანამდე კი მოდით ისე ვისაუბროთ პროტესტზე, რომელიც ლამის ერთი თვეა მიმდინარეობს თბილისსა და მთელ საქართველოში და დღევანდელი გადაცემის სტუმარია პარტიის ჩვენ სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანი ზაზა მიქელაძე. ზაზა, მოგესალმები. მოგესალმებით. მოისმინე კონგრესმენის განცხადება. ჩემი აზრით ეს არის ცივი შხაპი ოცნებისთვის. შენ როგორც პოლიტიკაში ჩართული ადამიანი, როგორ შეაფასებ და რა მესიჯია ეს შენთვის? ან თუნდაც როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქისთვის, რომელიც არ არის განწყობილი კოცებისადმი დადებითად. მე უფრო მას პროფესიული ჭრილით შევაფასებდი, მოგეხსენებათ, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ყურადღება მივაქციოთ ერთის მხრივ wordings, რომელსაც თუნდაც ეს კონგრესმენი ახორციელებს. ეს არ არის დიპლომატიური. ეს არის მკაფიოდ ნათქვამი სიტყვა, რომელიც კარგად გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი ადმინისტრაციის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში და ამ შემთხვევაში თუ უფრო კონკრეტული ვიქნებით, ბუნებრივია ქართული ოცნების თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმართ. ეს ბუნებრივია ამავდროულად არის ძალიან სერიოზული პრობლემა თავად ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგან ფაქტი არის სახეზე, რომ როგორც ევროპა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები გამოსული არის დიპლომატიური message box-ებიდან და ის უფრო და უფრო მწვავედ აფასებს არსებულ მდგომარეობას საქართველოში. პროტესტი, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ესეთი მძაფრია და ძალიან მრავალფეროვანი, ასევე რომელიც ერთის მხრივ ისტორიული პროცესია ჩვენი ქვეყნის იმ პოლიტიკური ერისმშენებლობისთვის, რომელიც ასე მეტად სჭირდება თანამედროვე სახელმწიფოს და მეორეს მხრივ არის სერიოზული მესიჯი უზურპატორული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში ქართული ოცნების სახით არის ცნობილი, რომ საქართველოს მომავალი არის და იქნება დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად. და დემოკრატიული სამყარო სწორედ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები, რომელმაც წლების მანძილზე დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე არაერთი მიმართულებით უმნიშვნელოვანესი დახმარება გაუწია ამაზე არც ღირს კამათი გაუწია თუ არ გაუწია, ცხადია გაუწია, მაგრამ მოდი ზაზა იცი რა გავაკეთოთ. ჩავშალოთ ეს ერთი თვე. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჩემ თაობას უნახავს ძალიან ბევრი პროტესტი ამ ქვეყანაში. მე მახსოვს 9 აპრილს მართალია სკოლის მოსწავლე ვიყავი მაშინ, მაგრამ მაინც მახსოვს და მას შემდეგ ხო მხედრიონის პერიოდის დროს, როდესაც ზვიადისტებს, ეგრეთ წოდებულ ზვიადისტების მიტინგებს არბევდნენ და ცხრილავდნენ. და ასე შემდეგ ვარდების რევოლუციის პერიოდი, სააკაშვილის მმართველობის დროს და ეხლაც, მაგრამ ჩვენ მსგავსი არაფერი არ გვინახავს. დღეს ყველა თანხმდება, რომ რაც აკლდა ქართულ პოლიტიკას, ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების არარსებობა. ვიდრე პოლიტიკაში მოხვიდოდი, იყავი სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენდი. შენი შეფასება როგორია? აი ამ პროტესტმა შექმნა სამოქალაქო საზოგადოება. მანამდეც კი არსებობდა, მაგრამ რაღაც ეგეთი ერთიანი კონსოლიდირებული არ იყო, ხო? დღეს თუ შეიძლება ვთქვათ, რომ აი უკვე არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რაც აკლდა ქართულ პოლიტიკას. ჩვენ თანამედ შეგვიძლია ვთქვათ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ საქართველოს საზოგადოებაში გაჩნდა ის რგოლი, რომელიც ამ სახელმწიფოს მომავლის მშენებლობაში არის უმნიშვნელოვანესი. ეს ბუნებრივია არის სამოქალაქო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება ერთად გაერთიანებული, რომელიც შექმნის სწორედ წეღანილ დასაწყისში რაც აღნიშნა პოლიტიკური ერის
გაგების იმ შესაძლებლობას, რომელიც ერთიანი ერის და ერთიანი სახელმწიფოს განცდას გააჩენს. ეშინოდა ხელისუფლებებს ძალიან ბევრი ამის ეშინოდა ჩვენ როგორც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არაერთი შეცდომა ვნახეთ, რომელიც ალბათ სხვა საუბრის თემა არის და განსაკუთრებით დღევანდელობა არის ალბათ ჩვენი ფოკუსის ობიექტი. ამ კუთხით ამ ხელისუფლებამ, რომელიც დღეს თვით გამოცხადებულია, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება არ ყოფილიყო. და ამას მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობებით ვხედავდით ჩვენ ამას სხვადასხვა ხარისხში, სხვადასხვა შრეში ჩაშლილი ფორმით და ყველაზე მკაფიო გამოხატულება სწორედ რუსული კანონით სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა და манипуляციის მცდელობა იყო, რომელიც მე ვთვლი, საერთოდ არ გამოსდის და არც გამოვა, როგორც ვერც გამოვა, იმიტომ რომ რამდენიმე დარწმუნებული ვარ, რომ თვით გამოცხადებული ხელისუფლება ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, რომელიც არალეგიტიმურმა პარლამენტმა არჩია, ის ისევ იმ შენობაში იმ ხალხმა, რომელიც საკუთარ თავს ეძახის დეპუტატს და დელეგატებს მნიშვნელოვანი ამბავი, რომ მათ ვერ დააღწიეს ერთ კონკრეტულ შენობას თავი და ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია სწორედ იმ სივრცეში გაიმართება. რა თქმა უნდა, ჩვენ სახეზე გვაქვს, რომ ქართული ოცნება არის შეშინებული, ქართული ოცნება არის უიმედოდ, ქართულ ოცნებას არ დარჩა არც ერთი სერიოზული პარტნიორი იმ სივრცეებში, რომელზე დაყრდნობითაც ის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებდა, ამიტომ ბუნებრივია მე განცდა მაქვს იმისა, რომ სწორედ ამ უკვე გაზრდილმა სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვა და კიდევ ბევრი სათქმელი აქვს, იმიტომ რომ დღეს სხვათა შორის პრეზიდენტმაც გაამახვილა ყურადღება, რაც არის ძალიან ნიშანდობლივი, რომ ძალიან იშვიათად თუ მოიძებნება სახელმწიფო, სადაც ევროინტეგრაციის მიმართულებით ეთნიკური უმცირესობებიც კი გაერთიანებული იქნებიან იმ მარშებში და იმ გამოსვლებში, რომლებიც ასე მკაფიოდ და სიმბოლურად იყო გუშინ. რამე თუ დაიწყე საუბარი, მოდი აქვე კითხავ. ჩვენ წინა კვირას თუ იმის წინა კვირას ვიხილიათ მრავალფეროვნების მარში, მაგრამ დაგეგმილია ხვალ თუ არ მეშლება, ხო? ეთნიკური სომხებისა და ეთნიკური აზერბაიჯანელების გუშინ იყო და კიდე სხვა ჯგუფი გეგმავს ანალოგიურად. რა ხდება აქამდე ამ თემაზე გვისაუბრია, მაგრამ აქამდე და ჩვენ ნახეთ 26 ოქტომბერსაც, რომ ოცნება უმეტესად დაიწერა თითქმის 100%, 90% არჩევნებზე შედეგი, სადაც ცხოვრობენ ეთნიკურად არაქართველები, აზერბაიჯანელები და სომხები. აი ეს თვითონ ხო არის პრეცედენტული და კიდევ ერთი ნიშანი არჩევნები იმ რეგიონებში გაყალბდა, როდესაც გამოდიან აზერბაიჯანელები და სომხები მარშს აწყობენ ხელისუფლების წინააღმდეგ. არის ეს სიმპტომური თუ არა და რაღაცაზე მეტყველებს თუ არა? ნახეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ფაქტი, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ამ ტიპის რეგიონებზე არჩევნებში მონაწილეობისა და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ძალიან საჭიროა, რომ უფრო სხვა კუთხით და სიღრმეებით შევხედოთ ამ საკითხს. რუსეთის ფედერაციის ჩარევის გარდა კიდევ ამ რეგიონებში არაერთი სხვა აქტორი იყო ჩართული და ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, თავად აქტივისტებიც კი ამაზე ძალიან აშკარად საუბრობენ. შესაბამისად, ბუნებრივია ამ ტიპის მოწყვლად საზოგადოებებში ის შედეგი, რომელიც დავიდო, სულაც არ განასახიერებს იმ განწყობებს, რაც თუნდაც ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში არსებობს. ამავდროულად ძალიან დაბალი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა და ეს აქტიურობა ნიშანი არის იმისა, რომ ისინი რაღაცა არჩევნების მიმართ ძალიან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. ეს კიდე ცალკე გადალახეს შიშის ფაქტორიც, როცა კიდევ ხაზგასმით მინდა ვთქვა ერთი მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ ვართ ისტორიული ფაქტის მონაწილენი და მომსწრენი, როდესაც პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში ყალიბდება პოლიტიკური ერი სამოქალაქო იდენტობაზე დაფუძნებული. და დღეს ამ სამოქალაქო საზოგადოებამ, რომელიც უკვე გაიზარდა და ჩამოყალიბდა, გააჩინა ერთიანობის განცდა, როგორც არა კონკრეტული
იდენტობების დანაწევრებით, მათ შორის ეთნიკური ნიშნით, არამედ სწორედ ერთიანი სახელმწიფოსა და ერთიანი მომავლის აქცენტზე ორიენტირებით, რაც არის ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავად ამ სახელმწიფო მომავლისათვის. და ის რომ ჩვენ დღეს ვხედავთ გარკვეული საზოგადოებების გაერთიანებულ სეგმენტებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ასე ერთიან ხმას, რომელიც დღეს საქართველოს ქუჩებში და თბილისის ქუჩებში ისმის, ბუნებრივია ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ არც ერთ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში არ ექნება შესაძლებლობა გააჩვენოს მოქალაქეები და მათ შორის ეთნიკური უმცირესობების მიმართ წლების განმავლობაში არსებული მანკიერი პოლიტიკის შედეგად, რაც იყო და ამას ვერც ვერავინ გაექცევა და თავად 2016 წლის უსაფრთხოების დოკუმენტიც ნიშანია და მკაფიო მაგალითია, რომ რა დამოკიდებულება აქვს ამ რეგიონების მიმართ, რომ მას უსაფრთხოების კონტექსტში უყურებს მხოლოდ და არ განიხილავს როგორც ამ ქვეყნის ძირფესვიან, სრულფასოვან თანასწორ მოქალაქედ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს მოქალაქეებმა შეძლეს, რომ ერთიანი ხმა ჰქონოდათ მათ და ეს არის დემოკრატიაზე, თანასწორობაზე და ევროპულ მომავალზე ორიენტირებული საზოგადოების შექმნა. ზაზა, ვინაიდან მაპატია შენ ამ თემებში კარგად ერკვევი, ცოტა შევცვლი საუბრის თემას. გუშინ ხანუქას დღესასწაულზე მივიდა სინაგოგაში ეგრეთ წოდებული პრემიერი კობახიძე და მიულოცა. და ეს ხდება მაშინ, როდესაც ის ჩავიდა ისრაელში, ირანში, სადაც ჰამასის ლიდერებიც იყვნენ და ირანის პრეზიდენტის გასვენებაში, ხო? აი ეს რას ნიშნავს? ხო არსებობს რაღაცა მორალი თუნდაც პოლიტიკაში, მე მესმის რომ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, მაგრამ ხო არსებობს რაღაც, აი გუშინდელი მისვლა რა არის ეს, რომ არ უნდა რომ თუნდაც რაღაცა სათვისტომო ებრაული დაიპირისპიროს და აქ მაინც ლეგიტიმაცია მოახდინა საკუთარი თავის თუ რა გააკეთა. აი რის დემონსტრება იყო ირანში ვიზიტის მერე სინაგოგაში მისვლა. მე საერთოდ ვთვლი რომ კობახიძე საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაში არის სრულად დაკარგული და ის ვერ ხვდება და არ იცის როგორ უნდა იმოქმედოს. მისი message box-იც კი არის ერთმანეთისგან ხშირ შემთხვევაში აცდენილი. ერთის მხრივ ის ამბობდა წლების განმავლობაში რომ რაღაცა პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებდა, მაგრამ ის ქმედებები ყოველ საწინააღმდეგოს ადასტურებდა და ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ხომ საუბარიც ზედმეტია. იგივე მდგომარეობა აქვს თუნდაც ამ რეგიონთან მიმართებაში მას ვერ წარმოუდგენია რა არის ჰამასთან ერთად იდგე და ამავდროულად იდგე საზოგადოებასთან, რომელსაც შესაძლოა კონკრეტულ სივრცეებში სხვადასხვა ტიპის გამოწვევები ჰქონდეს. მე აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ საკითხებით საკმაოდ ხშირად საზოგადოებაში მანიპულაციის საგანი ხდება ეს თემები, რომ რაღაცა რელიგიური საკითხების მანიპულაციით, სენტიმენტების მანიპულაციით აქ საუბარი მაქვს ახლო აღმოსავლეთის კონტექსტი. მე ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ რაციონალურები უნდა ვიყოთ და შევხედოთ საკითხს უფრო სიღრმეებიდან და რელიგიური სენტიმენტებიდან დაშორებულები ვიყოთ. ის რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი ინტერესით მივუდგეთ ამ საკითხს და ამის ანალიტიკა ალბათ მგონია რომ უფრო სხვა საუბრის თემა არის, მაგრამ აქ საჭიროა ჩვენ ისევ კობახიძის ქმედებაზე გავამახვილოთ ყურადღება. ისინი მათ აქვთ მცდელობა დახატონ სურათი, რომ როგორც ჩვენიათ ხოლმე საქართველოში ტოლერანტული გარემოა, ყველა კარგად ცხოვრობს, ჰარმონიაში ვართ, პრობლემა არ არსებობს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს სურათი არის ყოველთვის ძალიან მყიფე და აღიღაც და დაუხატონ, არავინ არ აღიარებს, ალბათ ისევ იმას, ვისაც სჯერა ამ ყველაფრის და საუბარი მაქვს ისევ იმ პარტნიორებს, რომელიც ძალიან მწირე რაოდენობით დიქტატორულ რეჟიმებში და მას გათვლა აქვს ასევე თავად შიდა აუდიტორია ისეთ სეგმენტზე, რომლისთვისაც ამ ტიპის სადღეგრძელოს დონეზე არსებული თანასწორობის მნიშვნელობა მეტნაკლებად მაინც ესმის და ამათი განაწყენების სურვილიც არ აქვს. მე შეიძლება ნებისმიერ თემში არსებობდეს იგივე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სივრცეებში, რომლებიც შესაძლოა ვერ აიდენტიფიცირებდნენ გარკვეული ტიპის გამოწვევებს, რომლებიც მათ მიმართ არსებობს. მაგრამ ნიშანდობლივი არის ის საკითხი, რომ ჩვენ მიუხედავად ვიზიტისა სინაგოგაში
არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გადაუჭრელად შეება იგივე სინაგოგების საკითხი, იგივე კულტურული მემკვიდრეობის საკითხი, იგივე დაფინანსების საკითხი და არაერთი სხვა თემა, რომელიც ამ ტიპის რელიგიურ ჯგუფებს მთლიანად თანასწორობის პრინციპებიდან გამორიცხავს და ნებისმიერი მცდელობა არალეგიტიმური ხელისუფლებისა მხოლოდ მცდელობად დარჩება და ესეც ერთ-ერთი ნაწილი არის მთელი იმ სისტემისა და ჯაჭვისა, რომელსაც წლების განმავლობაში ქართული ოცნება ხოცნила. აი ამ პროტესტმა კიდე ერთი რამ გვაჩვენა ჩემი აზრით. ჩვენ ვნახეთ პროფესიული გაერთიანებები, მარშები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების, აი თითქოს საზოგადოება შეიკრა, ხო, პროფესიული ნიშნით შეიკრა, სამეზობლოც შეიკრა, რომლითაც ამაყობდა მუდმივად, ხო, თბილისი, საქართველო, სამეზობლო მარშები ვნახეთ. ანუ შენი გადასახედან ოცნება არ ელოდა მსგავს წინააღმდეგობას და ის განცხადება იმიტომ გააკეთა 28 ნოემბერს კობახიძემ, თუ რეალურად არაფერი არ ხდებოდა. ხო? ოპოზიციამ ვერ მოახერხა, ეგრეთ წოდებულმა ბარიერ გადალახულმა ოპოზიციამ, 4-ხმა კოალიციამ ვერ მოახერხა მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანა. სხვათა შორის თუ გახსოვს, არჩევნებამდე ივანიშვილმა ანიკაშვილთან ინტერვიუში, ეს პროპაგანდისტულ იმედზე რო გავიდა, იგი თქვა, რომ 27 ოქტომბერს არაფერი არ მოხდებაო, ყველაფერი დაიწყებაო 27 ნოემბერსო, იქნებაო სარალიძის მსგავსი ინციდენტიო, გულისხმობდა დათუნა სარალიძის მკვლელობას სავარაუდოდ და მე ამასაც გადავიტანთო. მართლაც დაიწყო 28-ში, განცხადებაც გააკეთა კობახიძემ, კითხვის არსი მოკლედ. არ ელოდა ხელისუფლება მსგავს პროტესტს, რომ ესე პროფესიული ნიშნით, რა ვიცი, სამეზობლო ნიშნით, ეთნიკური ნიშნით ადამიანები გამოვიდოდნენ ქუჩაში, თუ უბრალოდ რაღაცისთვის სჭირდებოდა და კიდე არ ვიცით, რას ამზადებს ოცნება, რომელიც უფრო მეტად გაგვაოცებს, ვიდრე აქამდე გავაოცებდივართ რაღაცეები. მე არ მინდა შეთქმულების თეორიებში წავიდე, ძალიან რთულია უკარს მიღმა ანალიტიკა, თუ შიგნით სამზარეულოში რა ხდება, მაგრამ მე შევეცდები ჩემი დაკვირვება გაგიზიაროთ ამ შემთხვევაში მე ვთვლი რომ ქართულ ოცნებას განცდა ჰქონდა იმისა რომ ისინი მართავდნენ სიტუაციას ქვეყანაში არა მხოლოდ დაღლობდნენ, არამედ მათ განცდა აქვთ, ჯერ კიდევ აქვთ ალბათ რაღაც ნაწილს, რომ დაშინებებით, მუქარით, ზარებით, დაპატიმრებებით, დევნით, ცემით, წამებით ისინი როგორც წინა პროტესტების შემთხვევაში ამ საკითხსაც განეიტრალებდნენ და შეძლებდნენ რომ ემართათ პროცესს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ყველაზე მწვავე წერტილი, რომელთან მიმართებაშიც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება იყო ერთიანი და ამ ერთიანობაში არა მხოლოდ ეს რაღაცა სამოქალაქო ერთიანობა ვნახეთ, არამედ ჩვენ ვნახეთ ადამიანების დონეზე გაერთიანებები, ემოციური გაერთიანება ჩვენ ვნახეთ. ჩვენ ვნახეთ რეალური ეროვნულობა რას ნიშნავს, ჩვენ ვნახეთ არა ის, რომელსაც არა იმას, რასაც ჩვენ გვასაღებენ ხოლმე პროპაგანდისტულად, რომ რა არის ეროვნული და ქართული, არამედ ჩვენ ვნახეთ ამ პროტესტში საქართველოს კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება, თავად ის პერფორმანსებით, ცეკვებიც კი სწორედ არის ნიშანი იმისა, რომ იმ საზოგადოებას, რომელიც საქართველოში და თბილისის ქუჩებში დღეს აპროტესტებს უზურპატორული ხელისუფლების ქმედებებს და გადაწყვეტილებებს, მათ ნამდვილად ესმით ქართული კულტურისა და ეროვნულობის ის ფასი, რომელიც არის და სწორედ იქ არის დღეს ქართული ეროვნულობა და არა ისინი მათ ეკნებათ ბევრი რამის მცდელობა, რომ დისკრედიტაცია მოახდინოთ, ესეც მათი აპრობირებული მეთოდი არ ზოგ შემთხვევაში სატანისტებს ეძახდნენ, რაღაცებს ახალგაზრდებს კარგამან რაღაცა ტიპის შეფასებებით მოიხსენიებდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე ამ ყველაფერმა არ გაჭრა და ბუნებრივი არის მომავალში არ გაჭრის, რადგან საზოგადოებას უკვე იმუნიტეტი აქვს ასეთი საკითხების მიმართ და მათ კარგად ესმით, რომ თუ ჩვენ ვერ ვიქნებით ევროინტეგრაციის მიმართულებით წარმატებული სახელმწიფო, ჩამოგვეშლება ეკონომიკაც, ჩამოგვეშლება სოციალური სტაბილურობაც და ყველაფერი ის, რომელიც ამდენად პრობლემურია საერთოდ ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ამდენი ხანია ვიბრძვით ჩვენ დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისათვის. ზაზა წინ გველის მე გადაცემის დასაწყისში თქვი მნიშვნელოვანი დღე 29 დეკემბერი.
ცხადია 29 დეკემბერის არ დასრულდება ყველაფერი და არც დაიწყება, მაგრამ აი ვთქვათ ორი სცენარი განვიხილოთ და ვინაიდან შენ სამოქალაქო საზოგადოებას კარგად იცნობ, ამიტომ მინდა მიპასუხო. ვთქვათ მოხდა ისე, რომ სალომე ზურაბიშვილმა დატოვა ორბელიანის სასახლე. მე საერთოდ მგონია, რომ ნებისმიერი შენობა ეს არ არის ინსტიტუცია არის ადამიანი, მისი უფლებები, მოვალეობები და ის არჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად, სადაც გინდა იყოს, ხო? მაგრამ ვთქვათ დატოვა. გარკვეულ ადამიანებზე ხომ არ იმოქმედებს ეს, აი პესიმიზმს ხო არ გააჩენს, რომ აი გამოვიდა და ოცნება მაინც აკურთხა თუ დასვა ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად ყავალაშვილი და აი რაღა აზრი აქვს ბრძოლას. ეს კითხვები ხო არ გაჩნდება. ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ ლეგიტიმურ პრეზიდენტად საზოგადოების რა ნაწილი მიიჩნევს ისევ სალომე ზურაბიშვილს, გამოკითხვა იყო და 42 თუ 5% იყო 6%, რომელიც ჯერ კიდევ მიიჩნევს მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მე განცდა მაქვს იმისა, რომ რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის ლეგიტიმაციის პრობლემა თავად სალომე ზურაბიშვილს არ აქვს და ამავდროულად ის საზოგადოება, რომელიც ამდენი ხანია აპროტესტებს უკანონო ქმედებებს ეგრეთ წოდებული ქართული ოცნებისა და პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლის დროს რა მასშტაბის საზოგადოება შეიკრიბა, ნიშანია იმისა, რომ მას აქვს ლეგიტიმაცია და მას აქვს უფლებაც და მოვალეობაც, რომ გააგრძელოს ბრძოლა. ამას ასეთი მნიშვნელობა მე ვთვლი, რომ არ ექნება ეს რომელი შენობიდან, რომელი სივრციდან იქნება, ის პირდება ქართულ საზოგადოებას, რომ იბრძოლებს ბოლომდე და პატივს ცემს, რომ ის საპრეზიდენტო სტატუსთან ერთად, როგორც მხედართ მთავრის სტატუსს შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი. შემთხვევით არ უთქვამს ალბათ პრეზიდენტს, იმიტომ რომ მას სჯერა და სწამს ქართული საზოგადოების და ქართული სამხედრო სია, რომელიც წლების განმავლობაში ევროპულ სტანდარტებზე, დასავლურ სტანდარტებზე, ნატო სტანდარტებზე იზრდებოდა, ყალიბდებოდა და მუშაობდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე ვთვლი, რომ 29 დეკემბრის შემდეგ ბრძოლის ახალ ფაზაში გადავა ქართული საზოგადოება, საქართველოს პრეზიდენტი ისევ იქნება სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტში ეგრეთ წოდებული ინაუგურაციით დანიშნული პრეზიდენტი ვერ იქნება პრეზიდენტი, რადგან მას არც სივრცეში მას არ აქვს ლეგიტიმაცია, არც საზოგადოებაში, არც პარტნიორებთან, არც საერთაშორისო სივრცეში და გარკვეული ტიპის ავტორიტარული რეჟიმების გარდა მისთვის არავის არ მიულოცავს. ჩვენ გვაქვს კიდე რამდენიმე წუთი ზაზა და ამ თემასაც მინდა შევეხოთ. ხელისუფლება მუდმივად, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება უკაცრავად აპელირებდა და აპელირებს დაპირისპირებაზე, ხო? და ამბობს, რომ აი კოლექტიური ნაცები ცდილობენ საზოგადოებაში გააჩნდნენ დაპირისპირება და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ ვხედავთ 29 დღის განმავლობაში, რომ დაპირისპირება საზოგადოებას შორის არ არის. ხო? დაპირისპირება არის სპეცრაზმელებს და აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც ევროპულ მომავალს იცავენ, ხო? შეიძლება პროვოკაციები იყო, აი მაგალითად გუშინ ქალების მარშზე, ამაზეც მინდა კითხო შენი აზრი, აი როდესაც ახალგაზრდა ადამიანი მიდის და ქალს ურტყამს. ყოველგვარი საბაბისა არც ტრადიციონალიზმი და ეროვნული დაცვის კანონს იღებენ, ხო? რატო აპელირებდა ოცნება მუდმივად იმაზე, რომ აი საზოგადოებაში არის პოლარიზაცია, დაპირისპირება. ამით რის დემონსტრებას ცდილობდა თავის იდეოლოგიური მანქანებით? რა თქმა უნდა, ეს ერთად რეგიონებზე იყო გაწყვილი, ხო? სხვადასხვა აქვე გეტყვი, რომ როგორც ამბობენ, აი 1 საათიანმა ეთერმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რეგიონებში სიტუაცია გადატეხაო, იმიტომ რომ ადამიანებმა გაიგეს თუნდაც ამ 1 საათით იგებენ, რომ უი, სხვა რამე ყოფილა კაცო, თბილისში სხვა რამე ხდება და ისე არ არის, რასაც იმედი და საზოგადოებრივი აქამდე გვიყვებოდა. ეს მუშაობდა თავის ამორჩეულზე, ეს ნარატივი ოცნების, რომ არის პოლარიზაცია და აი კოლექტიურ ნაცებს უნდა თუ რის მიღწევას თუ რეალურად უნდა და დაპირისპირება სამოქალაქო
ეს ტაქტიკაც გამოცდილი აქვს და ამ ტაქტიკით ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ის ამ პოლარიზაციაზე საუბრობს. წინა პროტესტების შემთხვევაშიც ცდილობდა რომ ამ ტიპის პოლარიზაციაზე ესეთი მკაფიო მესიჯ ბოქსი ჰქონოდა პროპაგანდისტულ მედიაში მას და არა მათი სამეთყველო აპარატიც სწორედ ამაზე იყო ორიენტირებული. ფაქტი არის რომ მას ყველაფერი ამ ეტაპზე და ამ ბოლო ვითარებაში არ მუშაობს და არ სჯერა საზოგადოების არც ერთ ნაწილს. მათ შორის საკუთარ მხარდამჭერებსაც კი არ სჯერათ იმის რომ რაიმე ფორმით საზოგადოებრივ დონეზე არსებობს დაპირისპირების რაიმე ტიპის ალბათობა, რადგან საქართველოს საზოგადოებას ერთმანეთთან დასაპირისპირებელი არაფერი არ აქვს. საქართველოს საზოგადოებას სურს ერთიანი სახელმწიფო, ერთიან სახელმწიფო იდეაზე დაფუძნებული, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც. ეს საქართველო არის ყველასი და ამ საქართველოს ნაწილი არის ბუნებრივია და ამ საზოგადოებას და მოქალაქეებს ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი არ აქვთ. აქ არის პრობლემა პოლიტიკურ დონეზე, ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების ისტებლიშმენტსა და დანარჩენ საქართველოს საზოგადოებას შორის. მხოლოდ მათი ტიპის ინსცენირებით, მათი სივრციდან გამოსული და იმ კატეგორიის ადამიანების გამოყენებით, რომლებიც ქალებს ურტყამდნენ ქალების მარშზე და ისინი ღირსებაზე საუბრობენ, ისინი საუბრობენ რაღაცა ეროვნულობაზე, ქართველობის წართმევაზე, კულტურის დაკარგვაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რაღაცა სიწმინდეებზე აპელირებენ. ჩვენ მკაფიოდ ხედავთ რა ტიპის ტყუილთან და მარაზთან გვაქვს საქმე. ჩვენ ნახეთ სად არის ქართველობაც, სად არის ეროვნულობაც, სად არის დემოკრატიაც და ეს არის რუსთაველზე საზოგადოებაში, რომელსაც განასახიერებს საქართველოს საზოგადოება თავისი უნიკალური მრავალფეროვნებით, თავისი სიფერადით, კუთხური, არა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე კუთხეების მარშები და ასეთი ლამაზი და მრავალფეროვანი საქართველოს ისტორიას არ აქვს. ხო, მოგ გააკეთა არჩევანი, ფაქტი არის სახეზე, რომ არც ერთი ტიპის ლეგიტიმაცია მათ არ გააჩნიათ. ბოლოს კი რო წავიდეთ, მარტივი კითხვა მინდა დაგისვა. ანუ ეს ბრძოლა მოქალაქეების გამარჯვებით დასრულდა. აუცილებლად და ყველგან ყველა სივრცეში მოქალაქეების გამარჯვებით დასრულებულა ბრძოლა მსგავსი ტიპის. ხო, ხალხთან დაპირისპირება. არც ერთ შემთხვევაში არც ერთ დიქტატურას და მით უმეტეს ასეთ მყიფე ცდილობის დონეზე ექსპერიმენტულ დიქტატურას არ აქვს არც ერთი ტიპის გამარჯვების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, გეთანხმები და ერთი რამე მინდა აღვნიშნო, აი როდესაც ჩვენ საუბრობთ ოჯახის სიწმინდის კანონი და ასე შემდეგ და თითქოს ვიღაცა გვართმევს ქართველობას, აი ჩემს უკან იქნებ მე მაჩვენოთ კადრში, ჩემს უკან არის იმ ადამიანების, ნაწამები ადამიანების ფოტოები, რომლებიც აწამეს რობოკეპებმა ნოემბრის და დეკემბრის აქციების დროსაც. სხვათა შორის აი აქ არის მაკა ჩიხლაძის ფოტოც, აი ეს ქალბატონი აღარაფერს ვამბობ იმაზე გუში რაც მოხდა ქალების მარშ. ჩვენ პირდაპირ ეთერში უყურებდით, როგორც ცდილობდნენ, ეს იყო პრაქტიკულად მკვლელობის მცდელობა, როგორც ამბობენ სპეციალისტები, ჟურნალისტის მაკაზე ვლაპარაკობ და აი ამის მერე არ ვიცი რაზე უნდა ილაპარაკო. მე უბრალოდ ვოცდები, როდესაც სოციალურ ქსელში კიდევ აწყდები ვიღაც ქოცების კომენტარებს, რომ მეტის ღირსები ხართ და ძირთადად წერენ ქალები და ამაზე ბევრს უთქვამს და შეხვალ მერე მათ პროფილებზე და რაღაც ხატები ვდებთ სულ და რაღაცა ჯვრები და ლოცვები და ეს მე მგონი არ ვიცი. ფარისევლობაც აღარ არის მე მგონი. დავასრულოთ ზაზა, ალბათ შენ აქციაზე უნდა წახვიდე, ისევ გადაკეტილია დღესაც რუსთაველი. 26-ში არის დიდი ჯაჭვი, 27-ში უკაცრავად, შაბათს. თელ მარტო თბილისში არა, სხვადასხვა ქალაქშიც არის და ეს იქნება ერთგვარი დაცვა. ჩვენ ეს ჯაჭვი ერთხელ ნახეთ, შეიძლება შემაში პატარა იყავია. 2008 წელს აგვისტოს მოვლენების დროს, როდესაც მთელი საქართველო ჩადგა ამ ჯაჭვში და სიმბოლურად იყო ეს საქართველოს დაცვა. მოკლედ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და უკეთესი 2025 გვექნება, ვიდრე 2024 იყო. დავემშვიდობები და მაყურებელსაც დავემშვიდობები ნახვამდის.